კავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისარმა მარტა კოსმა 4 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რომელთა სტრატეგიულ განხილვას ევროპული საბჭო ოქტომბერში გეგმავს. ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი წევრების ინტეგრაციისთვის გარდამავალი ზომების შემუშავება სახელდება. ეს მიდგომა კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე გარკვეული სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამავდროულად ქართული ოცნება ევროკავშირის მიმართ კრიტიკულ პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. მმართველი გუნდი გაერთიანების გაფართოებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ოფიციალურ ბრიუსელს აკისრებს. დღეს ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობდა და პოლიტიკურ შეფასებებზე უფრო დეტალურად ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მაგდა გისმენთ. მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის რეფორმის პრინციპები წარადგინა, უკვე გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა იმაში, რომ ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიაში საქართველო კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა. ამ კითხვაზე პოლიტიკური ჯგუფების და მხარეების მხრიდან ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები, თავის მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ისინი არ იცვლიან რიტორიკას, ასევე ევროკავშირის მისამართით და აკრიტიკებენ ერთი მხრივ როგორც მარტა კოს, ასევე ოფიციალურ ბრიუსელს. თუმცა განსხვავებული მოსაზრებები გვესმის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, ხელისუფლების ოპონენტები სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ, ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას საქართველო უკვე აღარც კი მოიხსენიება. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. იზოლაციაში ვართ მოხვედრილი, ეს ნათელი არის და პასუხისმგებლობა ამაზე არის მთლიანად დღევანდელი რეჟიმის, რომელიც მიზანი იყო და არის და მიაღწია ის, რომ ჩვენ ჩაგვაყენოს იზოლაციაში და გაგხვადოს ბევრად უფრო დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზე. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ და უნდა გამოვიდეთ, რაც შეიძლება ჩქარა, რომ სწორედ დავიბრუნოთ ყველა ის საშუალებები, რაც იყო ჩვენთვისაც შესაძლებელი და გახსნილი. ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ გზაზე და ეს გზა არის ჩაკეტილი. უნდა გავხსნათ. სამწუხაროდ საქართველოს საერთოდ აღარ ფიგურირებს გაფართოების დღის წესრიგში და ეს არის ქართული ოცნების რეჟიმის პირდაპირ პასუხისმგებლობა. ჩვენ ღიად ვისმენთ უკვე ბოლო მთელი 1 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიც არის წმინდა ფორმალობა და მეტი არაფერი, რადგანაც ეს სტატუსი არ ატარებს იმ არსებით შინაარს, რაც მას უნდა გააჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ კი კანდიდატობა იქნებოდა გამოყენებული, ხო, როგორც ამერის გამდიდრების და წინსვლის ინსტრუმენტი, მაგრამ რეჟიმი, რომელიც გოლაპარაკება მშვიდობაზე და კეთილდღეობაზე, სინამდვილეში აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ერი არ გავიდეს სამშვიდობო ფონს და არ გახდეს უფრო ძლიერი და უფრო დიდარი. ამ რეჟიმის ერთადერთი კურსი არის საქართველოს ქართულების გარეშე. დაჩეჩანაკებული, გაღარიბებული, უპერსპექტივო და სევდიანი საქართველო. აი ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყნის იზოლაცია, მეგობრებისგან მარტო დარჩენილი საქართველო. ეს ყველაფერი ამ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა აკისრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას. ირაკ ყობახიძე არის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აჩერებდა. რა თქმა უნდა, არანაირი კითხვის ნიშნები, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამასთან დაკავშირებით, არ არსებობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის იზოლაცია განახორციელებს და ქვეყნის იზოლაცია ნიშნავს მარტო დარჩენილი პირისპირ რუსეთთან. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის რეფორმის პრინციპები მარტა კოსმა უკვე წარადგინა, რომელსაც ევროპული საბჭო ოქტომბერში განიხილავს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კი კვლავ რჩება მთავარი კითხვა, რატომ აღარ განიხილება საქართველო ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრის დროს. ამ კითხვაზე, როგორც უკვე გითხარით, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ჟღერდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას და მათ პოლიტიკას აკისრებს, თუმცა ნამდვილად ვერ გრძნობს დამნაშავედ თავს თავად სახელისუფლებო გუნდი, მმართველ პარტიაში კრიტიკას არ იშურებენ ოფიციალური ბრიუსელის მისამართით.